შემდეგი სტუმარია გია ხუხაშვილი. ბატონ გია, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე? რა ინტერესები, რა ურთიერთობები არსებობს ისეთი, რომელიც ის აცხადებს, რომ კარგ ურთიერთობებშია და იცნობს ივანიშვილს. შოთაძე მისი მეგობარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას გუშინ სახლში სტუმრობდნენ და ვიდეოს რუსთავი 2 ავრცელებს. იქნებ გვითხრათ და რომელიც ძალიან მალე ჯერ ფინანსურ სამსახურში მუშაობდა, შემდეგ 37 დღე იყო მთავარი პროკურორი და ამის შემდეგ ელვის სისწრაფით რა გამდიდრების ფორმულა იპოვა ასეთი, რომ იძენს ბიზნეს წილებს, სახლებს, უძრავ ქონებას და ასე შემდეგ. ეხლა მე ვერ დავიწყებ ფარცხალაძის პერსონაჟზე საუბარს, მე არა ვარ მისი ბიოგრაფი. თუმცა ის რაც ესე რომ ვთქვათ ვნახეთ მის შესახებ და რა ესე რომ ბიოგრაფიაც აქვს მას ამ პერიოდში ეს ყველა ვნახა და ეს აჯაროა და მე ხა იმას ვერაფერს ვერ დავამატებ და ჭორაობას ვერ დავიწყებ და არც მგონია რომ ეს მნიშვნელოვანია და თუნდაც ეს კონკრეტული ინციდენტი პრობლემა ბევრად უფრო დიდია აი რა არის მაშინ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ძალიან დიდი და ბევრად უფრო ღრმა ვიდრე ეს ერთი კერძო ესე რომ ვთქვათ ეს კონფლიქტი თუ ჭუბი თუ რაც ერქვა ხო საქმე იმაში გახლავთ რომ არასწორი მართლობითი სისტემის ფორმირების კვალდაკვალ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ხელისუფლება სადაც რომელსაც ფაქტობრივად აქვს ორი მხარე ერთის მხრივ ეს არის ფორმალური ლეგალური ხელისუფლება და არიან ინტერეს ჯგუფები ფინანსური ჯგუფები რომლებიც ესე რომ ვთქვათ თავის თამაშს თამაშობენ ხო ეხა ადრე ღამის მთავრობა ყავს ბატონ გია აი ზუსტად ამაშია აი ზუსტად ეს საკითხი წყდება ეს დრამა თამაშდება ეხა ქართულ სინამდვილეში როდესაც ნუ გარდაუვალია ესეთი ტიპის მართლობის ჰიბრიდული მართლობის დროს გარდაუვალია ამ ორ მხარეს შორის კონფლიქტი რატომ იმიტომ რომ უნდა გაირკვეს საბოლოოდ კაპიტალი ანუ ფული დომინირებს პოლიტიკაზე ანუ ფული კარნახობს პოლიტიკას თუ პოლიტიკა დომინირებს ფულზე ანუ პოლიტიკის დაკვეთაზე მუშაობს კაპიტალი. სააკაშვილის დროს აი ეს იქაც ჰიბრიდული სისტემა იყო და სააკაშვილის ხელისუფლება მოახერხა ის რომ პოლიტიკაზე ამუშავებდა ამ ინტერეს ჯგუფებს, ოლიგარქიულ წრეებს, მათ შორის ბანკებს და ამ შემდეგ, ხო? დღევანდელი ვიდ ის ჩუდი იყო, მაგრამ ის რაც იბადება დღეს, ეს არის იმაზე ბევრად უარესი, იმიტომ რომ აი ეს კაპიტალი ახალი გამომცხვარი ოლიგარქია და ოლიგარქია ქვია ზუსტად იმას, როდესაც კაპიტალს სახელისუფლებო ბერკეტების მეშვეობით აგროვებ, ხო? ანუ აი ეს ოლიგარქია ცდილობს რომ დომინირებდეს პოლიტიკაზე. აი ამის გამოვლინებაა ეს კონკრეტული კონფლიქტი. ესეთი კონფლიქტი გაგიკითხებით, ფარცხალაძე ხო, ფარცხალაძის ხო ფულის დაგროვებაში ხელი შეუწყოს. ის რაღაც ფულიანი კაცი არ ყოფილა თავისთავად ალბათ, რომელიც შემდეგ ვთქვათ აყალიბებს თავის ფინანსურ ინტერესებით, ცალკე ჯგუფდებიან და ვთქვათ დღის და ღამის მთავრობა. ზუსტად ამას გეუბნებით, რომ ხელისუფლებაშია ფარცხალაძეს. მიუხედავად იმისა, მე გითხარით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელსაც გარდა ლეგალური ადამიანებისა, რომლების კაბინეტში ზიან მართავენ არაფორმალური ადამიანები, რომელთაც აქვთ ფინანსური ინტერესები და ამ ფინანსურ ინტერესებს ცდილობენ რომ დაუქვემდებარონ პოლიტიკოსები. ნუ ამ შემთხვევაში აი ნარმანიას თემა ტრიალებს, ხო? დაუქვემდებარონ პოლიტიკოსები. მიშა სააკაშვილმა შეატრიალა ეს სიტუაცია და მისი ოლიგარქია მუშაობდა პოლიტიკაზე. დღეს ოლიგარქია ცდილობს რომ პოლიტიკოსები ამუშაოს თავის თავზე მის ფინანსურ ინტერესზე და მე რაღაც ნაწილს გადააგდებს ხოლმე თავის შემოსავლების და 10%, 20%-ს გადააგდებს უკან აბრატკი, ეგრეთ წოდებული ბოდიში ამ ტერმინზე აბრატკის სახით პოლიტიკაში. აი ამ სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ეს კონფლიქტი როგორ გადაწყდება, ჩვენ ამით დავინახავთ, ჩვენ რა ქვეყანაში ვიწყებთ, ხო, ჩვენ ცხოვრებას. ცხოვრობთ, ვიცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეხა ამ კონფლიქტზე გადის ძალიან დიდი ხაზი ამ ქვეყანაში. ეს კონფლიქტი დაგვანახებს რა თქმა უნდა, ეს არის დღეზე სცენაზე მყოფი ადამიანები დომინირებენ ამ ქვეყანაში თუ ჩრდილოვანი მმართველობა? არაფორმალურ მმართველს ქვეყანაში უწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს თავისი გავლენები ხელისუფლებაზე და ოთარ ფარცხალაძის დომინირება, ანუ მისთვის რამდენად საინტერესოა ეს ფიგურა, რომლის დასაცავადაც ის რაღაც დღისთავრობას პრობლემებს შეუქმნის. აი ეს არის ზუსტად ეხა ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებულ გარდამავალ ეტაპზე.
რადგან ეს ომი მიდიოდა უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი არის განყენებული ფიგურა, მასეც რა თქმა უნდა, მისი ესე რომ ვთქვათ, პასუხისგებლობა რომ აი ესეთი არაჯანსაღი ვითარება მივიღეთ, ძალიან დიდია, ლომის წილია შეიძლება ითქვას, რომ მან დაუშვა ზუსტად აი ესეთი მახინჯი ჰიბრიდული სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, როდესაც არის გარკვეული ელიტა, ესე რომ ვთქვათ, ელიტა, არაფორმალური ელიტა, რომ ოლიგარქია ჩამოყალიბებული, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დომინირებდეს პოლიტიკურ ელიტაზე. მე ხა მინდა მიმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრს და დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ ეს პრობლემა გააწყვიტოს, არა აქვს. ეს არის სრულიად აშკარა და ცხადი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია დღეს ეს საკითხი გადაწყვიტოს საზოგადოების, ანუ სახელმწიფოს სასარგებლოდ და არ დაუშვას აი ის ქაოსი, რაც დაიწყება ფარცხალაძის დომინირების შემთხვევაში, ფარცხალაძე ფიგურალური ფარცხალაძე მყავს ხედველობაში და არა კონკრეტული ფარცხალაძე, იმიტომ რომ ესეთი ინტერეს ჯგუფები არაერთია, არ არის ის მხოლოდ სხვა ინტერეს ჯგუფები შეიქმნა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და ეხა მიდის აი სამკვდრო საცოცხლო ბრძოლა. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოებრივი წესრიგი აღადგინოს. იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად მიმდინარეობს სახელმწიფო გაატრიალების მცდელობა. ოლიგარქიის მხრიდან პოლიტიკაზე დომინირების სახით. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მხოლოდ ეს არ დაუშვას და ის უნდა დაეხმაროს, ეხა ის ვალდებულია რომ დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს, რომ მან მიიღოს სწრაფი, ეფექტური და ძალიან აგრესიული გადაწყვეტილებები. ბატონ გია, თუ მან ეს არ გააკეთა, მაშინ ამას ქართული საზოგადოება გააკეთებს და გააკეთებს ძალიან მკაცრ რეფორმებით. ბატონ გია, ასეთი ფინანსური ინტერეს ჯგუფები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ყველგან თითქმის ამისგან სტერილური გარემო არ არსებობს, მაგრამ ქართული სიტუაცია რითია განსხვავებული კიდევ რა თქმა უნდა ეს ყველგან არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რა ემსახურება რას. ოლიგარქია ემსახურება პოლიტიკას, ანუ ბოლო სიტყვა ვისია? პოლიტიკის არის თუ ოლიგარქიის, ხო? თუ ოლიგარქია კარნახობს პოლიტიკას თამაშის წესებს, ეს არის უბედურება, თორე იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, ყველგან არის ესეთი ინტერესები, მაგრამ ისინი უფრო ემსახურებიან პოლიტიკოსებს. მიშას დროს იყო ეს სისტემა. ის ბანკები ეხლა რომ გამოდიან და ეხლა ძალიან ყოჩაღი ბიჭები რო არიან და ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ისინი იყვნენ მომსახურე პერსონალი მიშასი, რაც იყო ცუდი თავისთავად, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს იყო ეს დაქვემდებარებული ოლიგარქია და დღეს ოლიგარქიას აქვს პრეტენზია ახლად შექმნილ ოლიგარქიას, რომ ის დომინირებდეს პოლიტიკაზე და ეს სახელმწიფო განვითარებისთვის არის ტრაგედია პირდაპირ გეტყვით. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება. ბატონ გია, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დასრულდეს ეს ისტორია ისე, რომ საზოგადოებას დარჩეს განცდა, რომ სახელმწიფო გადარჩა, ინსტიტუტები მუშაობენ და დღის ხელისუფლება არის ფორმაში. ამ კონკრეტულ ინციდენტში ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ჩვენ უნდა ვნახოთ ის ჩანაწერები. ეხლა გასაგებია საზოგადოებაში, ეხლა თვითონ ქართულ ოცნებაში არავის არ ჯერა, მე მგონი რომ ეხლა თორდია მიუვარდა ეხლა 5 კაცს და ესე რომ ვთქვათ, ისინი თავს იკავებდნენ და იძულებული გახდნენ რომ თავი დაეცვათ, ხო? ეხლა ამ ვერსიის თუ ვინმე ჯერა, ხო, ან სრული იდიოტი უნდა იყოს. ან ძალიან დაინტერესებული პირი და თავის რეალურ ემოციებს საერთოდ ჩაკლული უნდა კონდეს და ლოგიკა არ უნდა კონდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ეხა აქ უნდა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა აჩვენოს თავისი ნება, რომელიც არ გააჩნია. ეს ნება მას შეიძლება გადასცეს, დელეგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილმა. იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრს აქ არაფერი არ შეუძლია, მარტო აქ კი არა, კაცო, ამაზე პატარა რაღაცეებში არ შეუძლია და ეს ბრძოლა არის სამკვდრო საოცრო ბრძოლა, პირდაპირ გეუბნებით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეხა მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი აი ამ ინციდენტზე არის მის გარეშე ხელისუფლება არის, ხელისუფლება. პროკურატურა ვერაფერს ზამ შინაგან საგამოძიებო უწყებები აქ. ეხა ეს ხო ეხა პროკურატურა ვისთან მეგობრობს უფრო რომელ მხარესთან ეს უკვე ვიცით ხო? ეხა ეს ხო დამალული არ არის, ეხა თქვენ მე არ მინდა ეხა ჭორაობა დავიწყო, ხო? პროკურატურა ვის მხარ თორდიას მხარეზეა? მე რაღაც არ ამგონია რომ ესე იყოს. აქედან გამომდინარე ძალთა გადანაწილება ეხა არის არა სახელმწიფო სასარგებლოდ. არამედ აი ამ ჩრდილოვანი, ესე რომ ვთქვათ, ახალ შექმნილი ოლიგარქიის სასარგებლოდ არის ძალთა გადანაწილება. გადაწონა შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად ავტორიტეტს. და თუ მან ეს არ გააკეთა, მაშინ აქ სხვა ომი დაიწყება, ბევრად უფრო მძიმე, იმიტომ რომ ჯინი ამოვა ბოთლიდან.
და ამ ჯინის უკან ჩაყვანას დაჭირდება ბევრად უფრო ესე რომ ვთქვათ მკაცრი მოქმედებები ვიდრე ანუ პროცესს შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიეცეს მეტასტაზები ვით მოედოს მთელ სხეულს სახელმწიფოს სხეულს ხო ბიძინა ივანიშვილი თუ ამას ვერ ხვდება მაშინ ჩვენ კიდე სხვა ტიპის პრობლემასთან გქონია საქმე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გია ხუხაშვილს, რომელიც ჩვენს ეთერში საუბრობდა და ჩვენი შემდეგი სტუმარია გელა მთიულიშვილი, ჟურნალისტი, ის კახეთის საინფორმაციო ცენტრს წარმოადგენს და რატომ გელა მთიულიშვილი? იმიტომ რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა კვლევა ფარცხალაძის ბიზნეს ინტერესებზე. გელა ეხა სკაიპით გვერდთვება კახეთის